მოგესალმებით, ეს არის მორიგი ეპიზოდი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გთავაზობთ. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ განათლებაზე, წარმატებაზე და ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ სტუდენტს. აბიტურიენტებო, იმისთვის რომ უკეთ გაიცნოთ თქვენი მომავალი პროფესია, წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ნანა ყიფიანს. მოგესალმებით, ქალბატონო ნანა, პირველ რიგში მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და ხართ ჩვენთან ერთად. ზოგადად ვისაუბროთ რა შესაძლებლობები აქვს სტუდენტს, რომელიც აბარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და კონკრეტულად სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. დიდი მადლობა. მოხარული ვარ, ზოგადად რა შემიძლია თქვა ჩვენს ფაკულტეტთან დაკავშირებით. ეს არის ტრადიციული ფაკულტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი, ჩვენს უნივერსიტეტში არის და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩართულები, რომლებიც მაქსიმალურს აკეთებენ ყველაფერს ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ იყოს არაჩვეულებრივი გარემო და მართლაც ასეა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ჩვენი სტუდენტი იყოს კონკურენტუნარიანი, აღჭურვილი ღრმა თეორიული ცოდნით, პრაქტიკული უნარჩვევებით და მათ ეს ჩვენს უნივერსიტეტში ამის შესაძლებლობა აქვთ ყოველ მხრივ. სტუდენტებს ნამდვილად ურჩევ ჯერ პირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი უნივერსიტეტია, იმიტომ არა რომ მე ძალიან მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამას ჩვენი კურსდამთავრებულებიც აღნიშნავენ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი, რომ ყველას ძალიან უყვარს ჩვენი უნივერსიტეტი და ეამაყება და მართლაც როდესაც ვეუბნები რომ თქვენ რომ დაამთავრებთ, მე კიდევ ბევრი წლები იამაყებთ იმით, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ხართ, თვითონაც ჩემს სიტყვას მახსენებენ და ეს ყველაფერი არის ძალიან საცხარული და დიდი ბედნიერება ჩემთვის და რა თქმა უნდა კითხოთ, აი რა პროფესიული შესაძლებლობები აქვს? პროფესიული შესაძლებლობა ჩვენ სტუდენტებს რატომ ვურჩევდი, იმიტომ რომ დასაქმების მხრივ ძალიან დიდი ასპარეზი აქვს ჩვენ სტუდენტებს. გადაჭარბებული არ იქნება რომ თქვა, როდესაც მათ სივში აქვთ რომ აქვთ TSS-ის კურსდამთავრებული, ნამდვილად აქვს ძალიან ფართოდ გაღებული კარები ფაქტიურად ყველა კლინიკისთვის. ამ დამსაქმებლების გამოკითხვა მათ არაერთხელ ჩავტარდა დამსაქმებლების გამოკითხვა და ცალსახად ისინი იჩენენ ძალიან დიდ ინტერესს, დიდ ნდობას ჩვენი კურსდამთავრებლების მიმართ. არის ბევრი კლინიკა, როგორც მოგეხსენება და რაც თავარია, ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ ცოდნას, რომელიც შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. არა მხოლოდ საქართველოში, საქართველოს საზღვრებს გარეთაც, საზღვარგარეთ, ანუ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი უამრავი სტუდენტია, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს, ასევე დასაქმებულები არიან და ძალიან წარმატებულები არიან. კიდევ რატო ვურჩევდი, გარდა სასწავლო პროცესისა, რაც მართლა არაჩვეულებრივად არის ჩვენი უნივერსიტეტში, მათ აქვთ ძალიან ელით ბედნიერი სტუდენტური წლები და ბედნიერი სტუდენტური ცხოვრება. ჩვენი ადმინისტრაცია და ყველა სტრუქტურული ერთეული, აკადემიური პერსონალი, მოწვეული პედაგოგები მართლაც ძალისხმევას არიშურებენ, რომ მათთვის ყველა პირობა იყოს, გარემო იყოს შექმნილი ისეთი, რომ მათ ეს დიდი ბედნიერება ჰქონდეთ. მოდით გადავიდეთ ახლა უშუალოდ აკადემიურ ნაწილზე და უთხრათ აბიტურიენტებს, მომავალ სტუდენტებს, რას ისწავლიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. ზოგადად როგორ არის ეს პროგრამები, სწავლის სტრუქტურა აწყობენ? კი ბატონო. დიპლომირებული სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაში დეკლარირებული მიზნების, ამოცანებისა და სწავლების შედეგების მისაღებად ერთგვარად, ასე ვთქვათ, მემკვიდრე პრერეკვიზიტული საგნების სახით არის თეორიული და პრაქტიკული საგნები. თავიდან საწყის ეტაპზე სტუდენტები ესწრებიან სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ლაბორატორიებში აქვთ მათ არაჩვეულებრივი ლაბორატორიები გვაქვს, ასევე როლურ თამაშებში ერთვებიან. ფაქტიურად ყველა ინოვაციური მეთოდი, რაც არის ზოგადად, რაც არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, საზღვრებს გარეთაც, ყველაფერი დანერგილია და ინერგება თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ჩვენს ფაკულტეტზე. ისინი თავიდან თავდაპირველად საწყის ეტაპებზე ფანტომებზე ითვისებენ, სიმულატორებზე, ექსტრაგირებულ კბილებზე, მულაჟზე ითვისებენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, რა თქმა უნდა, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად. ხოლო უკვე ბოლო სემესტრებისკენ
ანუ სადღაც მე-3 სემესტრიდან პრაქტიკული სწავლება უკვე იწყება ჩვენთან კლინიკაში შედიან უკვე სტუდენტები, ხოლო მე-5 სემესტრიდან უკვე მათი ცოდნის დემონსტრირება ხდება პაციენტებთან, უშუალო პაციენტებთან სავარძლებზე, რა თქმა უნდა, პედაგოგების და პროფესორ-მასწავლებლების თანხლებით, მათთან ერთად დეკლარირებული კომპეტენციის ფარგლებში და ეს ძალიან საინტერესოა, როლურ თამაშებში ერთვებიან, კომუნიკაციის უნარებს სწავლობენ პაციენტთან, მთელ გუნდთან და ბევრი აქტივობა და ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს აქ. დიახ, სწავლების პროცესში ნამდვილად რომ პრაქტიკული როლი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მოდით უფრო მეტი გითხარით უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზებზე და იქ გატარებულ პრაქტიკულ სწავლებაზე, რასაც სტუდენტები გადიან სწავლების პროცესში. ისიც საბედნიეროდ ჩვენ სტუდენტებს ძალიან დიდი ფუფუნება აქვთ ამისი, იმიტომ რომ ჩვენს უნივერსიტეტს 5 ბაზა აქვს, კლინიკური ბაზა, საკუთრებაში მყოფი, არსებული, მათ შორის 2 პროფილურად სტომატოლოგიურია და ამ ბაზები პირველ რიგში რომ დაკომპლექტებულია არაჩვეულებრივი და მართლაც რომ პროფესიონალი მედპერსონალით, აკადემიური და მოწვეული პერსონალით, ასევე ექიმებით და კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აღჭურვილია ძალიან მაღალტექნოლოგიური უახლესი აპარატურით. აი მაგალითად ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩვენ გვაქვს კლინიკური უნარჩვევების ცენტრი, სადაც არის სულ უახლესი ფანტომები, სიმულატორები, მულაჟები, სადაც სწორედ აი ამ პრაქტიკულ უნარებს იუმჯობესებენ და სწავლობენ საწყის ეტაპებზე ჩვენი სტუდენტები და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა პაციენტებთან. მოდით ვისაუბროთ საერთაშორისო შესაძლებლობებზეც. რა სახის გაცვლით პროგრამებს თავაზობს უნივერსიტეტის სტუდენტებს? საკმაოდ დიდარია მისის ჩვენი უნივერსიტეტი. ძირითადად მაინც უფრო ერასმუსის პროგრამით მიდიან გაცვლის პროგრამებზე ჩვენი სტუდენტები, აი ამჟამადაც წასულია ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი პოლონეთში, იქ გადის გაცვლის კურსს მაშინ სტომატოლოგიაში, როჩამოვა რა თქმა უნდა მისთვის ინდივიდუალური გრაფიკი შედგება და დეკანატი ამაში მაქსიმალურად ხელს უწყობს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხდება, ანუ წინასწარვე ხდება საგნების დაწყობა, შეწყობა არჩევა, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება საერთაშორისო გაყოფილების დახმარებით, როდესაც ვურჩევთ სპეციალურად ვუგვეგმავთ რა საგნები უნდა გაიაროს, ჩვენზე მორგებული იყოს, ჩვენ კურიკულუმზე იყოს მორგებული. ასევე არა მხოლოდ სტუდენტები, პედაგოგ-მასწავლებლებიც, ჩვენი აკადემიური პერსონალიც გასულ წელს მაგალითად იტალიაში იყვნენ წასულები ისევე ერასმუს პროგრამით და ამ ერასმუსის პროგრამით აქაც ჩამოდიან უნივერსიტეტის მასპინძლობს და გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან ჩვენთან. და არა მხოლოდ ერასმუსი, საზაფხულო სტაჟირები, ზამთრის სტაჟირებები ტარდება კიდევ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ჩართული არიან ჩვენი სტუდენტები და საქართველოშიც ასევე მათთვის სასურველ კლინიკებში ამ სტაჟირების კურსს გადიან. ამის დამერწმუნებით, რომ პრაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი, ეს გამოკითხვებმაც ცხადყო, თვითონ ჩვენ სულ პერმანენტულად ვატარებთ გამოკითხვებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სადაც ნათლად აისახება, რომ კი აქვთ ეს შესაბამისი პრაქტიკა, მაგრამ ისურვებდნენ კიდევ უფრო მეტს. და შესაბამისად, რაც შეიძლება მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ კიდევ უფრო მეტად გავაგრძელოთ ეს მხარე. ძალიან ბევრ აბიტურიენტს აინტერესებს, არსებობს თუ არა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თქო სხვადასხვა დაფინანსების, სტიპენდიების მიღების შესაძლებლობები და როგორ ხდება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა არსებობს, ამ ბოლო წლებია ჩვენ ეროვნულ გამოსებზე მისაღები ბარიერი ავწიეთ, საკმაოდ მაღალია ჩვენთან, ამიტომ კონტინგენტი კიდევ და კიდევ უფრო ძლიერი მოდის, ეს ბარიერი გადალახული. ამიტომ ბევრს თავად აქვს სტიპენდია სხვადასხვა რაოდენობით, მაგრამ გარდა ამისა დაფინანსება, სახელმწიფო დაფინანსება აქვს, სახელმწიფო სტიპენდიებიც არსებობს, ასევე საუნივერსიტეტო სტიპენდიები არსებობს მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის, ასევე სახელობითი დაფინანსებებიც არის ხოლმე, ანუ გამოთქვავენ სხვადასხვა
სხვადასხვა პიროვნულად გამოთქვამენ სურვილებს დიახ და ესე ფინანსდებიან ხოლმე ასევე ჩვენი თვითმმართველობა და კურსდამთავრებულთა სამსახური ეხმარება ძალიან თითოეულ ადგილობრივად უნივერსიტეტში სხვადასხვა კრიტერიუმები ამისთვის იქ რაღაც ბევრი კრიტერიუმი მაგალითად რამოდენიმე სტუდენტი ორი ან რამოდენიმე ჩვენ უნივერსიტეტში თუნდაც სხვა ფაკულტეტზე იყოს ობოლი სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა რა თქმა უნდა აკრედიტინგსაც ექცევა ყურადღება და ისინი ფინანსდებიან გარკვეული თანხებით. ქალბატონო ნანა, საინტერესოა რამდენად ითვალისწინებს სტომატოლოგიის ფაკულტეტის პროგრამა თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენი პროგრამა მინდა აღვნიშნოთ აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. სულ მუდმივად იგეგმება და ხორციელდება და უკვე სრულდება 2009 წლიდან ინოვაციური მეთოდები მინდა აღვნიშნო ოსკის გამოცდა რომელიც ოდონტოლოგიის დეპარტამენტში 2009 წლიდან უკვე ტარდება ასევე ოსპის გამოცდა მიმდინარე სემესტრი ისევე ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ხა წელს შესრულდება აი ამ სრულიად ახალია ეს გადაშლილი წიგნის მეთოდით გამოცდის ჩატარება რომელიც მართლა ძალიან საინტერესოა მინდა აღვნიშნო რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდი ინტერესი იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა ასე ვთქვა და ობიექტურად აფასებენ მართლა ჩვენი სტუდენტები ამ ტიპის გამოცდებს ამიტომ მე-10 სემესტრში უკვე მესამე წელია ჩვენთან დაიგეგმა და განხორციელდა ფაქტიურად განხორციელდა უკვე ახალი ტიპის გამოცდა, ოსკის ტიპის გამოცდა დამამთავრებელი. შეიქმნა კლინიკური ინტეგრირებული კურსი სტომატოლოგიაში, რომელიც მოიცავს ყველა სტომატოლოგიურ დეპარტამენტს და ასევე ის გაერთიანდა ერთ დიდ სტომატოლოგიურ ინტეგრირებულ მოდულში. გამოცდა ეს კურსი სრულდება ორეტაპიანი გამოცდით. პირველი ეტაპი არის ოსკის გამოცდა, რომელიც 17 სადგურისგან შედგება. ხოლო მეორე არის ტესტირებული გამოცდა და აქაც ფიდბექებმა სტუდენტების ფიდბექებმა გვაჩვენა რომ მართლა ძალიან წარმატებულად ტარდება და მინდა ეს ამაყად თქვა. და ბოლოს ქალბატონო ნანა ვისაუბროთ ეროვნულ გამოცდებზეც, რა საგნები ბარდება ეროვნულ გამოცდებზე და როგორია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ბოლო წლებში ეროვნულ გამოცდებზე მისაღები აბიტურიენტებისთვის შეიცვალა ჩვენ საგნებში მაღლა მინიმალური კომპეტენციის ზღვარმა. ძირითადად ისინი აბარებენ 4 საგანს, აქედან 3 არის სავალდებულო, ეს გახლავთ უცხო ენა, ქართული და ბიოლოგია, ხოლო მეოთხე არის არჩევითი, ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა. ქართულში, ბიოლოგიაში და ქიმიაში არის 65% + 1, უცხო ენაში არის 70% + 1, ხოლო მათემატიკაში და ფიზიკაში არის 55% + 1. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, დაგემშვიდობების და იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია ბევრს დაეხმარება, გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს მეტი ინფორმაცია სტომატოლოგიის ფაკულტეტის შესახებ, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სთავაზობს სტუდენტებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე დაგემშვიდობებით მორიგი ეპიზოდამდე და აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც იზრდებიან, ვითარდებიან და ყალიბდებიან წარმატებულ პროფესიონალ ექიმებად.